დავიბადე ოჩამჩირეში, პატარა ქალაქში, ისეთ ატმოსფეროში, რომელიც ჩემს მეხსიერებაში სულ იქნება და თან მომყვება იმ ადამიანების სითბო, სიყვარული. ეს დაუვიწყარი დღეები, რაც გავატარე ამ პატარა ლამაზ ქალაქში. ჩემი მშობლები იყვნენ, ექიმი იყო მამაჩემი შოთა მარშანია და დედაჩემი ფენია ხაშბა. მე დავამთავრე ოჩამჩირის მეორე საშუალო სკოლა, მე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე მდევნილობის წლებში მოხვდი თბილისში. აქ დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი, მუშაობდი გარკვეული პერიოდი სასამართლოში და მე დავიწყე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში. ძალიან რთულია რომ მოყვე აფხაზეთზე იმ ურთიერთობებზე, რომელიცაც შენ სულ ატარებთ, შენთან არის მოგონებები. ჩვენს ოჯახში დედაჩემი საუბრობდა აფხაზურად, იმიტომ ბაბუაჩემი იყო ცნობილი პირველი ალბათ აფხაზი პედაგოგი, ნესტორ ხაშბა, რომელსაც ძალიან პატივსცემდნენ აფხაზეთში. მამაჩემმა დაამთავრა ქართული სკოლა. მე გააგრძელა სწავლა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში და ქართულად საუბრობდა მამაჩემი. ვინაიდან ემუხარებმა გაზარდეს, ეტყობა ემუხარებს ოჯახში უფრო მიღებული იყო ქართულად საუბრობდნენ. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე არ შევსწრები ვარ არც არზაყანს, არც არზაყანის ძმას, რომელმაც გაზარდა მამაჩემი. ოჩამჩირეში იყვნენ აფხაზებიც, იყვნენ ქართველებიც, უფრო მეტად მეზობლად ცხოვრობდნენ ქართველები, 55% არის შერეული ოჯახების. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ესეთი ცნება, რაც არის შერეული ოჯახი, ჩემთვის ხანდახან მიუღებელია. იმდენად ერთ სივრცეში განიხილებოდნენ აფხაზები და ქართველები. და ამიტომ ხანდახან ამ შეკითხვაზე ვფიქრობ, იყო რომ ეს შერეული ოჯახები თითქოს ერთი ვიყავით, ერთიანი ვიყავით. ოჯახში ეს არასოდეს არ ყოფილა ჩვენს ოჯახში ამ თემის განხილვა. სამწუხაროდ აფხაზური ენა არ ვიცი, ვინაიდან დედაჩემი სულ თანამდებობის პირი იყო, მამაჩემიც და ძიძა მყავდა რუსი 10 წლამდე. ძიძასთან ერთად ვიყავი და ამიტომ ის რუსულად მესაუბრებოდა, გარკვეული ესე იგი წრე გვერდით მეზობლები იყვნენ ქართველები და ბებია იყო არშბა და ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად, როცა მე უკვე მე-7 კლასში ვიყავი და რაღაც ცალკეული სიტყვები, რა თქმა უნდა, მასწავლა, მაგრამ ენა ძალიან რთულია. მე ვცდილობდი რომ ესწავლა, მაგრამ ვერ შევძელე სამწუხაროდ. ფოქვეში ხშირად დავდიოდი დედაჩემის სოფელში, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობდნენ, მაგრამ არ ვრჩებოდი დიდხანს, აი რომ ყოფილიყო ესეთი სიტუაცია, რომ ყოფილიყავი ხშირად, ალბათ ვისწავლით. ჩემეული გარდაიცვალა შარშან. ჩვენს გქონდა შერეული ოჯახი. მახსოვს გაგრაში რომ დავქორწინდით, თამაზ დანდარაიშვილის კურსელი იყო ჩემი მეუღლე. და იქ რო წამივა, თქვენო მარშანიას დაიტოვეთ გვარს თუ ჯულიას. მე ვთხარი არა მარშანიას, არ გავწვი არავის და დავრჩი მარშანია. ჩემი ბიჭი გიორგი არის 35 წლის, ერთი ბიჭი მყავს. მისი მეუღლე კატო თაბაგარი თბილისში დაიბადა, თბილისში გაზრდილია. ერთადერთი შვილიშვილი მყავს რიზუნია, რომელიც 4 წლისაა და ეს არის ჩემი პატარა ოჯახი. როცა დავიწყე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მუშაობა, იქ შემოგვიტანეს წიგნები, რომელიც გამოგზავნილი იყო აფხაზეთიდან. ერთ-ერთი იყო აფხაზეთის ისტორია. შემთხვევით გავხსნი იმ გვერდზე, სადაც არზაყანზე ეწერა. და რაღაც ძალიან უარყოფითად მოიხსენიეს არზაყანი და მე ძალიან გამაკვირვა ამ ამბავმა და ვიფიქრე, აი რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ ამ კაცზე სხვანაირი შთაბეჭდილება დარჩე საზოგადოებას, აფხაზეთს, საქართველოს. ვიფიქრე, მოდი შევაგროვებ მასალებს, ვიმუშავებ მსოფლიოს სხვადასხვა არქივებთან და ეს გაგრძელდა 3 წლის მანძილზე მუშაობდი. მე მგონი შევაგროვე მასალა ჩვენს არქივებში, ჩეხეთის არქივებში, პეტერბურგში, რა ვიცი. მაგრამ რატომღაც ვიფიქრე, ამ მასალას გადავცემ მეცნიერებს, რომლებიც თავს მოუყრიან და გამოსცემენ წიგნად. რაღაც ასე არ მოხდა და მომიწია როგორ შთამომავალს ამ წიგნის გაკეთება.
გამოვეცი ჯერ ქართულ ენაზე გამოვიდა ეს წიგნი, მე ვთარგმნე თვითონ რუსულ ენაზე და გავაგზავნე აფხაზეთში. მე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ წიგნზე და ისევ მომიწია, გაგზავნა. მე ამით მოხარულიო, რომ გარკვეული რაღაც წვლილი შევიტანე. მე დაიყო არზაყანე მუხვარის ქუჩა გავხსენით თბილისში, ვაშლი ჯვარში. მემორიალური დაფა გაიხსნა პრაღაში იმ სახლზე, სადაც ცხოვრობდა არზაყანი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი გაგრძელებას ამ მიმართულებით, მაგრამ 2015 წელს ვიმყოფებოდით ლევილში, სადაც აღნიშნეთ არზაყანი მუხვარის 135 წლის თავი. და იქ გვერდით ლევილში დაკრძალული იყვნენ ვლადიმერ მუხვარი და მიხეილ შერვაშიძე. ვიფიქრე, მოდი გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით და მოვიძიებ კიდევ მასალას ვლადიმერ მუხვარზე და მიხეილ შერვაშიძეს. საფრანგეთის არქივებიდან შევძერლი და გარკვეული მასალების მოძიება და ის იყო მერე გამოვიდა წიგნი აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში. ეს პირველი ნაწილი და მეორე დამატებით კიდე გავაგრძელე კვლევა და უკვე მოვიძიე მასალები ჩხოტუების შესახებ. ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა იყო და ალბათ არა მარტო მასალების მოძიება მიწევს ხოლმე, მიწევს საფლავების მოძიებაც და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა არის ესეთი შესაძლებლობა მიხვიდე იმ საფლავთან, პატივი მიაგო იმ პიროვნებას და ერთ-ერთი ეს იყო ზურაბ ჩხოტუა, ჩვენი წარმომადგენელი 50-იან წლებში, გენგეჭკორის წარმომადგენელი 50 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, განისვენებს ლოზანაში. რამდენიმე წელი ვეძებდი მის საფლავს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღმოჩნდა ლოზანაში და ალბათ პირველი დელეგაცია იყო საქართველოსთან, ვინც პატივი მიაგო მის საფლავს. მერე დამებადა იდეა, რომ გამეკეთებინა დოკუმენტური ფილმი ამ წიგნის საფუძველზე და მივმართე პირველ არს ბატონ კოტეჯანდიერს. გავაკეთე ციკლი დოკუმენტური ფილმებისა. ვაგრძელებთ ამ ფილმის ციკლს, შემდეგი სერიები იქნება ცნობილ მხატვარზე ალექსანდრე შერვაშიძეზე. გადაღებები მიმდინარეობდა მონაკოში, კაპ-მარტენში, სადაც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ალექსანდრე შერვაშიძე და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო რესპონდენტები ყავს ამ ფილმში მოწვეული და მე ვფიქრობ, ეს ნაწილი სერია ძალიან საინტერესო იქნება აფხაზური მხარისთვის. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო სამყარო, არ ვიცი, ზაგადეჩნი მირო რო იტყვე რუსულად, ესეთი არის ეს ჩემთვის ეს სამყარო. და იცით რა, ეხლა რომ მე ეკლესიაში მივდივარ, ხო, ჩემ მშობლებზე ხო ვანთებ სანთლებს, რა თქმა უნდა, ვანთებ ჩემს გმირების მოხსახსენიებელ, ესე ვთქვან, სანთლებს ყველა, ვინც დაკრძალულია ლევილში, ლოზანაში, ჟენევაში, იმიტომ რომ ეს ადამიანები შენთვის ძალიან ახლობლები ხდება. გარკვეული პერიოდი და ეხლაც სულ ვუვლი ნიკი ჩხოტუას საფლავს აგერ ვერაზე, ვიცი რომ სააღდგომოდ იქ ჩემს გარდა არავინ არ მივა და მივდივარ სანთელს ვანდე რომ შევპირდი მიშვილებს, რომ ამას ყოველ ჯერზე გავაკეთებ. ჩემი პატარა წვლილი მინდა შევიტანო, როცა ამბობენ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ბევრს ვკითხულობ კომენტარებში, რაღაცაზე ბრაზობ, რაღაც მომწონს, რაღაც არ მომწონს. და ვფიქრობ, რომ უნდა შევიტანო რაღაც ჩემი პატარა წვლილი, რომ ეს დობის ფაქტორი აღვადგინო ამ მხარეთა შორის. მე ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანმა რაღაც პატარა მარცვალი ამ დიდ საქმეში, რასაც ქვია აფხაზეთის დაბრუნება, შევიტანოთ. მე ვცდილობ, არ ვიცი, სულ ვიმეორებ არზაყანის სიტყვებს და ძალიან გულთან ახლოს მიმაქვს ხოლმე, ვინც საქართველოს და აფხაზეთის ისტორიას იცნობს, მისთვის შეუძლებელია მათი განცალკევების თუნდაც უბრალო წარმოდგენა. მე საქართველოს და აფხაზეთი სხვადასხვა სიცოცხლეში არ წარმომიდგენია არასოდეს და ნეტა იქნეს დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. რთულია, როცა ჩავედი 2007-ში ვიყავ მე აფხაზეთში ნათესავებთან. არ არის მარტივი, ძალიან რთული დიალოგი გქონდა. რაღაც ჩემი სიტყვა მე თქვი თვითონაც კურსელებს შევხვდი და მიხვდი, რომ არ არის ეს მარტივი. დობის აღდგენა,
ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ რომ იმისთვის რომ აფხაზეთისკენ მიმავალი გზები გქონდეს.